რა არის ასტიგმატიზმი? რითი არის გამოწვეული მხედველობის დარღვევები ბავშვებში და რას უნდა მიეღწიონ ყურადღება მშობლებმა? ამ და სხვა აქტუალურ საკითხებზე გვესაუბრება კლინიკა ახალი მზერას ოფთალმოლოგი ნათია ბეროშვილი. როგორც მან აღნიშნა, დაავადება ძირითადად არის თანდაყოლილი. ზოგჯერ ასტიგმატიზმი ვითარდება ოპერაციის, რქოვანას დაავადებისა და თვალების ჭრილობების შემდეგ. მხედველობის პრობლემები უმთავრესად 3-დან 12 წლამდე ასაკის ბავშვებში ვლინდება. ოფთალმოლოგის განმარტებით ადრეულ ეტაპზე მხედველობის დარღვევის გამოვლენა მნიშვნელოვანია. სწორი მკურნალობით შესაძლებელია მასთან დაკავშირებული პრობლემების თავიდან აცილება. მოგეხსენებათ, ტექნოლოგიების ეპოქაში ვცხოვრობთ და ამის ფონზე მეტად წინ წამოიწია თვალის დაავადებებმა, მათ შორის ბავშვთა ასაკშიც. უფრო და უფრო გახშირდა, მოიმატა და სხვადასხვა ტიპის დაავადებებმა და ძალიან საყურადღებო გახდა. პირველი ყველაზე მნიშვნელოვანი არის დღენაკლებში, როდესაც ბავშვი დაიბადება, თუ ის არის დღენაკლი, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ დროულად გამოვლინდეს ისეთი დაავადება, როგორიც არის დღენაკლთა რეტინოპათია, რომელიც შეიძლება სიბრმავის ერთ-ერთი მიზეზი იყოს. ამიტომაც მისი დროული გამოვლენა ნიშნავს, რომ წარმატებით ჩატარდა მკურნალობა, რაც სიბრმავეს ააცილებს თავიდან მომავალში ადამიანებს. შემდგომ ასაკში უკვე მნიშვნელოვანია ყურადღება გამოვიჩინოთ ისეთ ბავშვებთან, რომელთა გენეტიკაც დატვირთულია სხვადასხვა თვალის დაავადებების მხრივ, სადაც მშობლებსა და სხვა წინაპრებში იყო გამოვლენილი მნიშვნელოვანი დაავადებები, როგორც არის რეფრაქციული მანკები, მაღალი მიოპია, ჰიპერმეტროპია, ასევე თანდაყოლილი გლაუკომა და სხვადასხვა ტიპის დაავადებები. ხოლო შემდგომ ასაკში წინასასკოლოდ უნდა მოხდეს პროფილაქტიკური გასინჯვა და პრევენცია დაავადებების, თუნდაც არ იყოს გენეტიკური დატვირთვა, მაინც მნიშვნელოვანია წინასასკოლოდ პროფილაქტიკური გასინჯვა, ვინაიდან არის დაავადებები თვალის ბავშვთა ასაკში, რომელიც არ გამოვლინდება რომელიმე ნიშნით, სანამ არ მოხდება ოფთალმოლოგიური სრული გამოკვლევის ჩატარება. მშობლები მიხვდებიან იმ შემთხვევაში, თუ ბავშვი თვალებს ჭუტავს, ახლოს მიდის საგნებთან, არის გამოხატული სტრაბიზმი, იგივე სიელმე და სხვადასხვა ძირითადად მოგმართავენ სხვადასხვა ბანალური კონjunktივიტების დროს. მშობელზე უფრო მნიშვნელოვანია პირველ ეტაპზე პედიატრმა შეაფასოს თვალის დაავადებები. პედიატრისთვის უფრო მეტად შესამჩნევია გამოვლენილი თვალის დაავადებები ბავშვთა ასაკში, ამიტომ პედიატრმა უნდა გადაამისამართოს ოფთალმოლოგთან, რომ ჩატარდეს სრული გამოკვლევა, დროულად გამოვლინდეს დაავადებები და სწორად ჩატარებული მკურნალობა, ვინაიდან მომავლისთვის თავიდან ავიცილოთ სხვადასხვა ტიპის გართულებები. თანამედროვე ეპოქაში ბავშვები განსაკუთრებულად დიდ დროს ატარებენ ციფრულ მოწყობილობებთან. სპეციალისტმა ამ საკითხზეც ისაუბრა და მშობლებისთვის გარკვეული რეკომენდაცია გასცა. ოფთალმოლოგის განმარტებით ბავშვებში მხედველობის პრობლემების თავიდან ასაცილებლად მნიშვნელოვანია ნაკლები დროის გატარება ტექნოლოგიურ მოწყობილობებთან, სწორი კვება და ჯანსაღი ცხოვრების წესის დაცვა. როდესაც ოფთალმოლოგის მიერ იქნება გამოწერილი შესაბამისი დანიშნულება, მაგალითად რეფრაქციული მანკების დროს შესაბამისი სათვალე, აუცილებელია ბავშვმა ატაროს რეკომენდაციების დაცვით, ასევე ამბლიოპიის, როგორც არის ზარმაცი თვალი, ასეთი დაავადებების დროს სათვალესთან ერთად მნიშვნელოვანია ჩატარდეს თვალის ოკლუზია, ანუ თვალის ახვევები, იმისთვის რომ მოხდეს მხედველობის გაუმჯობესება, რადგან მოზარდ ასაკში, როგორიცაა ლაზერული კორექცია, ასეთი მკურნალობის დროს, რეფრაქციული მანკების დროს ტარდება მკურნალობა, ლაზერული კორექცია, ეგრეთ წოდებული სათვალის მოხსნის ლაზერი, რომ მიიღონ მაღალი შედეგი და 100%-იანი მხედველობა. ბავშვობაში დროულად ჩატარებული მკურნალობა, სწორი სათვალის გამოყენება და თვალის ახვევების საჭიროების დროს არის ძალიან მნიშვნელოვანი იმისთვის, რომ მომავალში მიიღოს პაციენტმა მაღალი მხედველობა. მშობლებმა პირველ ეთაპზე უნდა მიიღონ მონაწილეობა ბავშვებთან თვალის დაავადებების გამოვლენამდე, აუცილებლად მოხდეს თვალების მოვლა, თვალების ჰიგიენის წესების დაცვა, როგორიც არის ნაკლები ურთიერთობა гаджеტებთან, რაც მოგეხსენებათ დღევანდელ პერიოდში ყველაზე უფრო აქტუალური არის და მშობლებიც და ბავშვებიც აქტიურ დროს ატარებენ სხვადასხვა ტიპის гаджеტებთან, რაც თვალის დაავადებების განვითარების ერთ-ერთი წინაპირობა შეიძლება იყოს ან გართულების. მნიშვნელოვანი არის სწორი კვება ბავშვებისთვის, შესაბამისად ვიტამინებით გაჯერებული საკვების მიღება, ასევე гаджеტებთან ნაკლები ურთიერთობა, სწორი განათების პირობებში მეცადინეობა, შესაბამისი სპორტით დაკავება და ჯანსაღი ცხოვრების წესი.